პირველ რიგში მე მინდა სამძიმარე გადაუხადო ყველა დაღუპულის ოჯახს. უკრაინაში მიმდინარეობს საერთო სახალხო აჯანყება, მიმდინარეობს რევოლუცია და მხოლოდ ერთ ადამიანზე არის ახლა დამოკიდებული, თუ რითი დამთავრდება ეს ყველაფერი. პრეზიდენტ იანუკოვიჩზე არის დამოკიდებული ეს პროცესი დამთავრდება დემოკრატიის გამარჯვებით, დამთავრდება ვადამდელი არჩევნებით, კონსტიტუციის შეცვლით, თუ ეს აჯანყება, ეს რევოლუცია დამთავრდება ისე როგორც დამთავრდა მე-20 საუკუნეში საერთო სახალხო აჯანყება რუმინეთში. ერთი თვის წინ ზუსტად ამ ოთახში მე გავაკეთე განცხადება, რომ იანუკოვიჩს ჰქონდა ბრწყინვალე შანსი, რომ არ დაღვრილიყო სისხლი და გამოეცხადებინა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამის ნაცვლად იანუკოვიჩი შევიდა ისტორიაში როგორც ადამიანი, რომელმაც გასცა ბრძანება, რომ სნაიპერებს ესროლა თავისი ხალხისთვის. მან შევიდა ისტორიაში როგორც ადამიანი, რომელმაც ცადა მიეყიდა უკრაინა და უკრაინელი ხალხი პუტინის რუსეთისთვის. ის შევიდა ისტორიაში როგორც ადამიანი, რომელმაც ააყვავა კორუფცია და ბანდიტიზმი უკრაინაში. ამის გასწორება ეხლა არის ძალიან რთული, ნაწილობრივად უკვე შეუძლებელი, იმიტომ რომ დაღუპულ ადამიანებს ვერ დააბრუნებ, ვერ გააცოცხლებ, მაგრამ პრეზიდენტ იანუკოვიჩზე არის ეხლა დამოკიდებული. ის დაამთავრებს როგორც დაამთავრა პრეზიდენტმა ჩაუშესკუმ, თუ ის გამოიყენებს იმ შანსს, რომელიც არის დემოკრატიულ საზოგადოებაში და დანიშნავს არჩევნებს. რაც ეს პროცესები, ეს მსხვერპლი, ჩემი სუბიექტური აზრით არ იქნებოდა, რომ არა ევროპის თამაში, კეკლუცობა, გაბედული ნაბიჯების არ გადადგმა და ყარი დემოკრატიული პოზიციების დაცვა. ევროპას ჰქონდა ასევე შანსი, რომ უფრო კაცრად ელაპარაკა იანუკოვიჩთან იმისათვის, რომ არ ყოფილიყო ეს მსხვერპლი და ის, რაც ეხლა ხდება უკრაინაში. ევროპას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გაეყინა ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ გაეყინა უკრაინელი ოლიგარქების ანგარიშები. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ადრეც დაეწესათ შეზღუდვები, მაგრამ ისინი ეს არ გააკეთეს. მე ჩემი სუბიექტურ აზრს გეტყვით, მე არ ვიცი, რამდენი კიდე მაგალითი უნდა იყოს იმისა, ეგრეთ წოდებული ძველი ევროპისთვის, რომ ამ ხალხმა მიხვდეს, რომ პუტინთან კეკლუცობა, თამაში, გაურკვეველი ნაბიჯების გადადგმა, ფლირტი არაფრის მომტანი არ არის. ეს იყო მაგალითი 2008 წლის ომი საქართველოში, ეხლა არის მაგალითი უკრაინაში. ზუსტად იმის გამო, რომ ევროპას, ძველ ევროპას, როგორც ეძახიან, ჰქონდა განცდა, რომ შეიძლება პუტინთან ფლირტის გზით, კეკლუცობით, თამაშით რაღაცის მიღწევა. არა, ეს არ იქნება და სამწუხაროდ აი ამ უგუნური პოლიტიკის გამო იღუპება ხალხი. პუტინის რუსეთი, პუტინი როგორც ბოროტების იმპერიის პრეზიდენტი, მას ახასიათებს ძალიან მარტივი ფსიქოლოგიური პრობლემა. პუტინს არ ესმის დათმობის არსი, პუტინს არ ესმის საერთო გადაწყვეტილების ძებნის პროცესის არსი. ის არის აბსოლუტურად ამ კუთხით ამ სიტყვის ცუდი გაგებით აზიური ლიდერი, რომელთვისაც ნებისმიერი დათმობა ნიშნავს შენი
პარტნიორის მოწინააღმდეგის სისუსტეს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მალე ევროპა ამას გაიზიარებს, მით იქნება უკეთესი. ევრომაიდანი არ დამარცხდება, შეუძლებელი არის დამარცხება ერის. ეხლა არის, როგორც მე ვთქვი, მხოლოდ ორი გზა. ერთი არის შედარებით დემოკრატიული გზა, უпростоრე დემოკრატიული პროცესებში დაბრუნება, რაც ნიშნავს ვადამდელ არჩევნებს, კონსტიტუციის შეცვლას, ან ნიშნავს საერთო სახალხო აჯანყების მიშვებას თავისი დინებით. იანუკოვიჩის ზუსტად ამ ოთახში ერთი თვის წინ მე ვთქვი, რომ იანუკოვიჩისთვის უმნიშვნელოვანესია ეხლა, რომ მაქსიმალურად გააძლიეროს ოპოზიცია, წავიდეს დათმობებზე, რომ ოპოზიციამ გააკონტროლოს და ხელში აიღოს პროცესები. მან პირიქით გააკეთა ყველაფერი ამის საწინააღმდეგოდ. და ზუსტად შედეგად ვიღებთ ამას, რაც დღეს ხდება კიევში. ჩვენ კიდევ ერთხელ ვნახეთ, რომ თავარი საერთაშორისო მოთამაშეების რეაქცია არის დაგვიანებული, პირველ ეტაპზე არაადეკვატური, და მხოლოდ იმის შემდეგ, რაც იღვრება სისხლი, ხდება ნათელი ის, რაზეც საუბრობს ხალხი და საუბრობდა ხალხი თვეების წინ, რომ ამის შემდეგ მხოლოდ ხდება რაღაც გარკვეული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ყველაფრის ამისი თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. პირველი სიგნალი იყო პრემიერის ტიმოშენკოს ჩაკეტვა ციხეში და დემოკრატიული ჩარჩოებიდან გამოსვლა იანუკოვიჩის მიერ. მე კიდევ ერთხელ მინდა მათ ოჯახებს ამძიმარი გადაუხადო, ბევრ ჩვენ თანამოქალაქეს განსხვავებულად ბევრი პოლიტიკოსისგან ესმის, რომ უკრაინაში დღეს წყდება საქართველოს მომავალი. მე არ უშვებ შესაძლებლობას, რომ უკრაინის ხალხი დამარცხდეს, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ დამარცხდეს უკრაინის ხალხი, შემდეგი ვიქნებით ჩვენ. მე არ ვთვლი, რომ რუსეთმა გამოიყენა ყველა ბერკეტი, რომელიც გამოყენება შესაძლებელი იყო, აქტიურად ფორმირებას ჩვენ ვხედავთ რუსული გეგმის ახალი ნაწილის, მეხუთე კოლონის საქართველოში. რუსეთს არ ენანება ფული ამისთვის და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ბერკეტი რუსეთმა არ გამოიყენა. საქართველოს უნდა იყოს ბუნებრივია იმედზე თავისი პარტნიორების, მაგრამ ბუნებრივია, რომ ჩვენ უნდა ვაწარმოოთ ჩვენი პოლიტიკა და ჩვენ უნდა ვემზადებოდეთ რუსეთთან დაძაბული ურთიერთობებისთვის. ბუნებრივია, რომ იმედი უნდა გქონდეს ჩვენი მეგობრების, ჩვენი პარტნიორების, მაგრამ ჩვენს ბევრი ნაბიჯი უნდა გადავდგათ ჩვენ თვითონ იმისათვის, რომ სამხედრო აგრესია არ განხორციელდეს კვლავ ჩვენს წინააღმდეგ. ბევრი ნაბიჯი არის გადასადმელი იმისათვის, რომ ის ძალიან სამწუხარო და ძალიან საშიში ტენდენციები, რომელიც თქვენ ახლა თვითონ მედიაში ხედავთ, როდესაც თუ კიდე 3 წლის, 4 წლის წინ ცუდ ტონად ითვლებოდა რუსეთის ქება დიდება, ახლა ეს ყველაფერი იქნება უკვე შედის ნელ-ნელა მოდაში და გამოჩნდა ხალხი, რომელიც ღიად საუბრობს იმაზე, რომ რა გვინდა ჩვენ დასავლეთი, დასავლური ფასეულობებით და ჩვენ კარგად ცხოვრობდით რუსეთთან მონების როლში.
ეგეთი ხალხი სამწუხაროდ არის და მე ვერ ვხედავ ჯერჯერობით სახელმწიფო პოლიტიკას ამ რომელიც ხორციელდება ამ კუთხით. როდესაც რუსეთი ყავს მეზობელი სამხედრო აგრესიის წინაპირობა ყოველთვის არსებობს. ზუსტად ამიტომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ჯარი, ზუსტად ამიტომ უნდა აღდგეს თბილისის თავდაცვის წრის მშენებლობის პროცესი. ზუსტად ამიტომ უნდა აღდგეს ის მოლაპარაკებები, რომელიც იყო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვერტფრენების გადაცემის თაობაზე, ანტისახაერო დაცვის იარაღის თაობაზე და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. ნახავთ.